პირველი ქართული ტელეკომ ბრენდი მსოფლიოში Globalcell პირველი ქართული ოპერატორია, რომელიც გაეროს საერთაშორისო ტელეკომ კავშირის წევრი გახდა, მათ სრულიად ახალი და ინოვაციური ქართულ ნომრიანი საერთაშორისო SIM და eSIM ბარათები გამოუშვეს. თურაში მდგომარეობს ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცესთან დაკავშირებული საკითხები და შეთავაზებები, რაც Globalcell საქართველოს მოქალაქეებისთვის როუმინგისთვის სხვა მიმართულებით აქვს სიახლეებზე, კონკურენციასა და გეგმებზე სასაუბროდ. ჩვენი სტუმარია Globalcell-ის დირექტორი გიორგი მადუაშვილი. მოგესალმებით, გიორგი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. საინტერესო შეთავაზებებზე უნდა ვისაუბროთ, რაც სეზონურადაც აქტუალურია ალბათ დამეთანხმებით ჩვენი მოქალაქეებისთვის. მოდით დავიწყოთ მნიშვნელოვანი ინიციატივით საქართველოს მოქალაქეებისთვის, რაში მდგომარეობს სიახლე და რას თავაზობთ. მას ეს საქმე ეხება სრულიად უფასო SIM ბარათებს, როგორც ვიცით და როგორ იქნება ეს ხელმისაწვდომი, რომ მოგვიყვეთ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე გადაცემაა და მადლობას გიხდით პირველ რიგში ამ გადაცემისთვის და ინტერესისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება უშუალოდ Globalcell-ის როგორც ქართული ტელეკომ ბრენდის ისტორიას ძალიან მოკლედ აღნიშნავ, რომ 2009 წლიდან დღემდე, მას შემდეგ რაც Globalcell-ის ბრენდი დაიბადა საქართველოში 16 წლის წინ, საკმაოდ ხანგრძლივი გზა და პერიოდი განვლო კომპანიამ, როდესაც იხვეწებოდა Globalcell-ის სერვისები, პროდუქტები და როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე და თქვენ აღნიშნით უკვე Globalcell-ის როგორც პირველი ტელეკომ ოპერატორის წევრობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მსოფლიო სატელეკომუნიკაციო კავშირის შემადგენლობაში. პირველ რიგში მნიშვნელოვანი აღინიშნოს ის, რომ მომხმარებელს, აბონენტს, რომელსაც უწევს ესა თუ ის ტელეკომ ოპერატორის სერვისი და სთავაზობს მას მომსახურებას, ეს იქნება ადგილობრივი სატელეკომუნიკაციო მომსახურება თუ როუმინგი, მნიშვნელოვანია, რომ ის სერვისები, რომელიც შეთავაზებული აბონენტებისთვის იყოს მაქსიმალურად დახვეწილი, კომფორტული და მორგებული აბონენტების მოთხოვნილებებსა და მათ საჭიროებებზე. ამავდროულად ხელმისაწვდომი. ამავდროულად ხელმისაწვდომი, რა თქმა უნდა. ამიტომ არის აუცილებელი იმ თანამედროვე სამყაროს წევრობა, რომელიც ტექნოლოგიურ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღებია, ეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ITU-ის ორგანიზაცია, რომლის წევრიც გავხდით და ამ ორგანიზაციის ფარგლებში ძალიან გაფართოვდა ჩვენი კონტაქტები და პარტნიორობა სხვა ქვეყნების მსოფლიოს წამყვან ტელეკომ ინდუსტრიებთან. ეს შესაძლებლობას გვაძლევს ერთი მხრივ დავხვეწოთ ჩვენი სერვისები და პროდუქტები და მეორე მხრივ ამ თანამშრომლობის ფარგლებში როუმინგული მომსახურება, რომელიც შეთავაზებულია ჩვენი აბონენტებისთვის, იყოს გაცილებით უფრო მეტად ხელმისაწვდომი, იაფი და რაც მთავარია ხარისხიანი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ის, რაც თქვენ ბრძანეთ, რა არის ის მნიშვნელოვანი სიახლე, რომელსაც აბონენტებს თავაზობთ, დიახ, ეს არის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართულნომრიანი ელექტრონული და ჩვეულებრივი ფიზიკური SIM ბარათები, საერთაშორისო SIM ბარათები, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და ყველაზე საამაყო არის ის, რომ მას აქვს სწორედ ქართული ნომერი. დიახ, ის რა სოციალური მნიშვნელობა გასაგებია და მისაღებია და მისასალმებელი კომპანიის მხრიდან. რას აძლევს ეს კომპანიას უფრო გრძელვადიან ჭრილში, თქვენ გექნებათ აუცილებლად გათვლები და ისიც გაგვიზიარეთ. დიახ, დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. დღეს ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს მოქალაქეებს შევთავაზოთ ის ბენეფიტები, რომლითაც სარგებლობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები. ძალიან აქტუალურია და თქვენს აღნიშნეთ წარდგენისას ევროკავშირის ერთიანი როუმინგული სივრცე, მაშინ, როდესაც ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო პლუს ნორვეგია, ლიხტენშტეინი, ისლანდია, ჯამში 30 სახელმწიფოს მოქალაქეები სარგებლობენ ერთიანი როუმინგის პრინციპით, რაც ნიშნავს იმას, რომ მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება საკუთარი ქვეყნიდან ევროკავშირის სხვა ქვეყანაში, სარგებლობს იგივე ტარიფებით, რა ტარიფებითაც საკუთარ ქვეყანაში სარგებლობს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის შეგვეთავაზებინა იგივე სახის კომფორტი, რომლითაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები სარგებლობენ და დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სერვისი, რომელიც ერთიან როუმინგულ პრინციპს გულისხმობს ევროკავშირის ფარგლებში, ჩვენი აბონენტებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. კონკრეტულად ჩვენს აბონენტს შესაძლებელია გაუაქტიურდეს ინტერნეტ პაკეტი, რომლითაც ისარგებლებს იგივე პირობებით, იგივე ფასებით და ეს ძალიან შეღავათიანი ფასებია, როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირის ყველა ქვეყანაში და შესაბამისად ეს საზღვრები ჩვენი აბონენტებისთვის არის სრულიად მოხსნილი. ბატონო გიორგი, ის ბენეფიტები, რაც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ, თქვენი გათვლებით და თქვენი შეფასებით არის საკმარისი, საკმაოდ კონკურენტულ გარემოში, რომ მომხმარებელმა აირჩიოს Globalcell-ი? რაც შეეხება კონკურენციას, ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი. ზოგადად ბაზარზე არის შეთავაზება ანალოგიური სერვისების, როგორც ავტორიზებული ოპერატორებისგან, ასევე არაავტორიზებული პირებისგან. აქ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას, მომხმარებელს მივაწოდოთ სწორი და ამომწურავი ინფორმაცია, რატომ არის აუცილებელი ტელეკომ სერვისების მიღება სწორედ ლიცენზირებული, ავტორიზებული ოპერატორისგან. აქ უკვე საკანონმდებლო დონეზე რეგულაციებზე არა მხოლოდ რეგულაციაზე, არამედ წარმოვიდგინეთ თქვენ როგორც აბონენტი, რომელიც თუნდაც საქართველოში ამ სოფლიოს რომელიმე ქვეყანაში
ქვეყანაში სარგებლობთ სატელეკომუნიკაციო სერვისით, ალბათ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი უსაფრთხოება, თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება. როდესაც საუბარია, რა თქმა უნდა, კონფიდენციალურობა. როდესაც საუბარი არის იმაზე, რომ თქვენ მომსახურება შესაძლებელია გაგიწიოთ არაავტორიზებულმა ოპერატორმა, იმიტომ რომ ბაზარზე არის ძალიან ბევრი შეთავაზება ამა თუ იმ ელექტრონული სიმბარათების, რომლებსაც ყიდიან არაავტორიზებული ოპერატორები, არამედ შუამავალი კომპანიები, დისტრიბუტორები, რომლებსაც უცხოეთიდან შემოაქვთ ეს ელექტრონული სიმბარათები და საქართველოში ყიდიან. თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია, ვინ არის მწარმოებელი ამ ელექტრონული სიმბარათის. ვინ არის ის ოპერატორი, რომელიც მომსახურებას უწევს აბონენტს საქართველოში თუ უცხოეთში ყოფნის დროს. შესაბამისად, არ იცით ის პერსონალური ინფორმაცია, რომელიც თქვენს მიერ ზიარდება თუნდაც ინტერნეტ სესიის ფარგლებში, ინტერნეტით სარგებლობის დროს, ვის მიუწვდება ხელი ამ თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე. სწორედ ამიტომ აუცილებელია განვუმარტოთ მოსახლეობას, რომ ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო სერვისის მიღება არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ავტორიზებული ოპერატორისგან, რომელსაც არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და შესაბამისი ვალდებულებები, რომელიც გაწერილია ძალიან მკაფიოდ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში, რომელიც მიღებულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ და ასევე ყველა ოპერატორი არის ვალდებული ჰქონდეს მომხმარებელთა საჩივრების განხილველი შესაბამისი სამსახური, ისევე როგორც Globalcell-ს აქვს ესეთი სტრუქტურული ერთეული და არსებობს შესაბამისი ხელმისაწვდომი ფორმა, რომელიც ყველა მომხმარებელს შეუძლია შეავსოს თუ აფიქსირებს ის რაიმე ტიპის პრეტენზიაზე საჩივას მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით. ჩვენ კი ჩვენი მხრივ ვალდებულნი ვართ ავგრიცხოთ თითოეული ასეთი მომართვიანობა, პრეტენზია, შესაბამისი დეკლარირება მოვახდინოთ მისი მარეგულირებელ ორგანოსთან და შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ ნებისმიერ ასეთ მომართვაზე. ამიტომ არის მსგავსი ხასიათის მომართვიანობა მინდა გკითხოთ და ასევე ის საფრთხე, რაც კონფიდენციალურობას უკავშირდება, უფრო მკაფიო რო გახდეს ჩვენი მაყურებლისთვის, თუ შეიძლება აი კონკრეტული მაგალითის საფუძველზე რომ გითხრათ, რასთან შეიძლება გქონდეს საქმე, თუნდაც ჩვენ რომ შევძლოთ იდენტიფიცირება იმ პრობლემის, რაც შეიძლება ინფორმაციის ნაკლებობის გამო, განათლების ნაკლებობის გამო გამოგვეპაროს და საბოლოოდ გახდეს უკვე საკმაოდ დიდი პრობლემის სათავე. დიახ, ნებისმიერი ტიპის სერვისის გამოყენების დროს ტელეკომ სფეროში, თუნდაც ეს იყოს ინტერნეტის სარგებლობის დროს, თქვენ პირობითად ლოგინდებით, ანუ შებრძანდებით ამა თუ იმ ელექტრონულ სისტემაში. ეს შეიძლება იყოს ინტერნეტ მობაილ ბანკინგი თუნდაც ხომ? და ამ სესიის ფარგლებში თქვენ აზიარებთ თქვენი მობაილ ბანკის username-ს, parole-ს და ასე შემდეგ. თქვენი სოციალური ქსელის parole-ს, username-ს. ანუ თქვენ აზიარებთ ბევრი ისეთ სენსიტიურ ინფორმაციას, საუბარი აღარ არის უკვე პირადი ხასიათის მიმოწერებზე, ხომ? აუცილებელია იცოდეთ, რომ ამ მომსახურებას გიწევთ სანდო, კვალიფიციური და შესაბამის საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცეული ავტორიზებული ოპერატორი და არა თქვენთვის უცნობი უცხოური თუნდაც ოპერატორი, რომელზეც არ გაქვთ ინფორმაცია და იცოდეთ, რომ ეს თქვენი ინფორმაცია იქნება დაცული. და რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, Globalcell-მა სულ რამოდენიმე თვის წინ, მეორე შეკითხვას, სულ რამოდენიმე თვის წინ მოიპოვა ISO ლიცენზირება, სერტიფიცირება გავიარეთ ჩვენ მონაცემთა უსაფრთხოებისა და ხარისხის მართვის მიმართულებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მომსახურების ხარისხი არის სულ შესაბამისობაში მონაცემთა უსაფრთხოების დაცვასთან და ხარისხის მართვა ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც ჩვენი აბონენტებისთვის ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო და აბონენტებისთვის ასევე მნიშვნელოვანია და პოტენციური აბონენტებისთვის მათ გაიგონ გარდა როუმინგისა სხვა სერვისების შესახებ უფრო დეტალურად, რასაც Globalcell-ის თავაზობს და მოდით ეს გითხარით. დიდი მადლობა. Globalcell-ი გახლავთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ავტორიზებული მობილური ოპერატორი, როგორც უკვე აღნიშნეთ და რაზეც საუბრობდით როუმინგული მომსახურების ნაწილში და გარდა ამისა Globalcell-ი გახლავთ ფიქსირებული ქსელის პროვაიდერიც და შესაბამისად ჩვენ როგორც ფიზიკურ ისე იურიდიულ პირებს ვთავაზობთ უსადენო ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურებას და ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიურია ჩვენი დღევანდელი თუ სამომავლო დღევანდელი ასე ვთქვათ მოქმედების არეალი თუ შემდგომი ასე ვთქვათ ჩვენი მიზნები და ამოცანები. გარდა ამისა, Globalcell-ის როგორც ტელეკომ ოპერატორის, როგორც მობილური ისე ფიქსირებული ძირითადი სამომავლო გეგმა არის ის, რომ მომხმარებელს შესთავაზოს ერთიანი პაკეტური სრული ასე ვთქვათ სპექტრი სატელეკომუნიკაციო მომსახურებისა, როგორც იქნება ეს მობილური ისე ფიქსირებული, როდესაც ერთ სივრცეში ერთი კარის პრინციპით, ღია კარის პრინციპით მომსახურებით ჩვენ ყველა აბონენტს. კი ბატონო და თუ არის რაიმე თქვენს გეგმებში ისეთი, რაც ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი ქართველი მომხმარებლებისთვის სერვისის ნაწილში უგულისხმობ კონფიდენციალურობაზე და დაცულობის ხარისხზე უკვე ვისაუბრეთ. რაც შეეხება სერვისის ნაწილში, აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ ის შეთავაზებები, რომელიც ბაზარზე არსებობს ალტერნატიული შეთავაზებების სახით, რაზეც მოგახსენებდით, ეს არის ელექტრონული სიმბარათები, განსხვავებით ასეთი ტიპის პროდუქტებისგან
Global Cell-ის სიმბარაძე აქტიურდება ყველა სატელეკომუნიკაციო სერვისი, არა მხოლოდ მობილური ინტერნეტი, არამედ ეს არის ხმოვანი ზარები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები და მნიშვნელოვანი სიახლე, რომლის შეთავაზებაც ჩვენ გვაქვს ჩვენი მომხმარებლებისთვის არის ის, რომ თქვენ ალბათ ხშირად გქონიათ შემთხვევა, როდესაც roaming-ში იმყოფებით, სარგებლობთ სტანდარტული roaming-ით და ვიღაც გიკავშირდებათ და ამ ზარს შეიძლება არ პასუხობდეთ, იმიტომ რომ თქვენთვის შემომავალი ზარი roaming-ში არის ძალიან ძვირი და ხარჯიანი, ხომ? ჩვენი აბონენტებისთვის ყველა ქვეყანაში მთელ მსოფლიოში შემომავალი ზარი არის უფასო. მათ შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, საქართველოში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ამიტომ ეს დამატებითი სერვისი ვფიქრობთ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი აბონენტებისთვის, რომ მათ არ ქონდეთ რაიმე ტიპის შეზღუდვა, თუნდაც აღარ ვსაუბრობთ უკვე ინტერნეტ კავშირზე, რომელიც ვფიქრობთ ძალიან ხელმისაწვდომი, რომ ხმოვანი ზარებიც იყოს მათთვის სრულიად ხელმისაწვდომი. და აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი სიმბარათების, ასევე ელექტრონული სიმბარათების შეძენა უკვე შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში მთელს ქვეყანაში და ასევე საქართველოს პოსტის ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით. კი ბატონო, და საინტერესოა რამდენი ამ დროისთვის თქვენი აბონენტების რაოდენობა, ეს კითხვა იმისთვის, რომ თქვენი შემდეგი სტუმრობის დროს უკვე პარალელი გავავლოთ ზრდის მასშტაბი რამხელა. რამოდენიმე თვეა უკვე გასდა 100,000, ახლა არის აქტიური სამოგზაურო პერიოდი, როდესაც roaming-ული მომსახურება ჭირდება ძალიან ბევრ მოქალაქეს და ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს რაოდენობა კიდევ ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, მაჩვენებლით გაიზრდება და თუ არის შესაძლებლობა, აქვე დავძენ, რომ მიმდინარე საზაფხულო პერიოდში ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აპირებს უცხოეთში გამგზავრებას, არ აქვს მნიშვნელობა საათ ნებისმიერ ქვეყანაში, როგორც სიმბარაც, ის ელექტრონულ სიმბარაც სრულიად საჩუქრად უფასოდ და ასევე უფასოდ 1 გიგაბაიტ ინტერნეტს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ანუ ეს მოყვება იმ სიმბარეთს, რომელსაც თქვენ გვაჩუქებთ და სად არის ხელმისაწვდომი ეს სიმბარეთები, როგორც უკვე ახსენეთ, მომხმარებელი უნდა მივიდეს იუსტიციის სახლებში და პოსტის. უშუალოდ ჩვენს ცენტრალურ ოფისში, რომელიც მდებარეობს მარი ბროსეს 2 ნომერში, შესაძლებელია ნებისმიერი სახის სიმბარათის მიღება, ჩვენს ვებგვერდზე globalcell.gr შესაძლებელია ელექტრონული სიმბარათის შეძენა და მისი გააქტიურება სულ რამდენიმე წამში და ნებისმიერ სიმ თუ ის სიმბარათზე აბონენტი მიიღებს საჩუქრად ინტერნეტსაც თუ ის ზაფხულის პერიოდში მიემგზავრება უცხოეთში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო ინფორმაციისთვის, ნამდვილად დატვირთული იყო მნიშვნელოვანი ბენეფიტებით ჩვენი ეთერი. იმედია გამოიყენებენ და ისარგებლებენ მომხმარებლები ამ სიკეთეებით. Global Cell-ის დირექტორი გიორგი მადუაშვილი იყო ჩვენი სტუმარი და საუბრობდა Global Cell-ის სიახლეებზე.